ჩვენი ახლანდელი საუბარი ღვთაებრივ სიყვარულს ეხება. ღვთის არსი ადამიანური გონებისთვის აბსოლუტურად მიუწვდომელია, თუმცა წმინდა წერილი და ღვთაებრივი მოქმედებები საშუალებას გვაძლევს გავაცნობიეროთ ღმერთის პიროვნული თვისებები, რაც გამოხატულებას პაულოს ღვთის სახელებში, რომელთაგან იოანე ღვთისმეტყველი საუკეთესოდ სიყვარულს მიიჩნევს. ის რომ ღმერთის საუკეთესო სახელი სიყვარულია, მისგან სამი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ჭეშმარიტება გამომდინარეობს. პირველი, იმისთვის რომ ღმერთის განგებულება შეაწვდე, ასე ვთქვათ, მისი პოზიციიდან უნდა უყურო ყველაფერს. ანუ ყველასთვის ერთნაირად უნდა გინდოდეს სიკეთე და ყველა თანაბარი სიყვარულით გიყვარდეს. როგორც ისააკ ასური ამბობს, ვისაც ყოვლისმომცემელი სიყვარული გამოუცდია, მას ღმერთი შეუცვნია. მეორე, ღმერთის მიბაძვა მხოლოდ უანგარო, მიმტევებელი, მსახურებითი სიყვარულითაა შესაძლებელი, რადგან ღმერთი მხოლოდ ასე მოქმედებს. მესამე, ღმერთის სიყვარულს ადამიანი იქამდე მიჰყავს, რისთვისაც არის ის შექმნილი, ანუ მადლის მიერ გახდომამდე. იმისთვის, რათა დავინახოთ სიყვარული ღმერთამდე როგორ აგვამაღლებს, სიყვარულის 4 ტიპი უნდა განვიხილოთ, რომლებსაც ბერძნები განსხვავებული სიტყვებით აღნიშნავენ. თუ თითოეულ მათგანს სათანადო თვალთახედვით განვიხილავთ, ისინი ღმერთისკენ აღმავალი კიბის საფეხურებას წარმოგვიდგებიან. პირველი არის სტორგე, რაც ოჯახურ სიყვარულს აღნიშნავს. შვილის მშობლებისადმი ნამდვილი სიყვარული თავს იჩენს მადლიერებასა და მორჩილებაში, მშობლებისა კი პასუხისმგებლობასა და ზრუნვაში. ღვთისადმი მადლიერება და მორჩილება და მოყვასის მიმართ პასუხისმგებლობა ღმერთის სიყვარულის აუცილებელი ელემენტებია. ამიტომ ითხოვს ჩვენგან 10 მცნება მშობლების სიყვარულს. 10 მცნებაში პირველი 4 ღმერთისადმი დამოკიდებულებას ეხება. მეხუთე მცნებიდან, რომლითაც ღმერთი ჩვენს ადამიანებისადმი დამოკიდებულებაზე იწყებს ლაპარაკს, ის თავიდანვე მშობლებისადმი პატივისცემას ითხოვს. აქედან ჩანს სტორგეს მნიშვნელობა რელიგიური თვალსაზრისით. იოანე ოქროპირი იმასაც ამბობს, რომ ვინც მშობლების სიყვარულს ვერ ისწავლის, ვერასოდეს გახდება ნამდვილი ქრისტიანი. ამიტომაცაა, რომ ის და პავლე მოციქულიც სისტემატიურად ადარებენ ოჯახს ეკლესიას. შემდეგი არის ფილია, ანუ მეგობრული სიყვარული. ნამდვილი განუშორებელი მეგობრობა უპირველეს ყოვლისა საერთო იდეალებსა და მათ მსახურებას ეფუძნება, რაც უანგარობას, გულწრფელობასა და ერთგულებას მოითხოვს. ამ სათნოების შეძენის გარეშე შეუძლებელია ღვთის სიყვარულის სწავლა, ამიტომ გაუშვა უფალმა მოციქულები პირველად ორ-ორი საქადაგებლად და ამიტომ ეძახის თავის მოწაფეებს მეგობრებს. ღვთის მეგობარი ხო მონისა და დაქირავებული მუშაკისაგან განსხვავებით, ღმერთს შიშის ან გასამჭრელოს მიღების იმედით კი არ ემსახურება, არამედ საერთო ნებისა და უანგარო სიყვარულის გამო. მესამე ტიპის სიყვარულს ბერძნები ეროსს ეძახიან, ის ქალსა და მამაკაც შორის არსებულ ეროტიულ სწრაფვასა და მასზე დაფუძნებულ სიყვარულს აღნიშნავს. მიუხედავად ამისა, წმინდა წერილი, კერძოდ ქებათა ქება, რუსთაველი, დანტე, ფირდოუსი, სუფი პოეტები და სხვა უამრავი მისტიკოსი კაცის ქალისადმი სიყვარულს ღვთისკენ სულის მისწრაფების სიმბოლოდ იყენებენ. ცხადია, რომ ამ დროს ეროსული სიყვარული გაწმენდილია ეროტიული და ეგოისტური ასპექტებისგან. ეროს ქალის მშვენიერება იტაცებს და მისით ინუსხება. ასევე მოსდის მისტიკოსის სულს ღვთაებრივი მშვენიერების ჭვრეტისას, რომელიც მის ჭეშმარიტებაში სიწმინდესა და არამიწიერ ნათელში იჩენს თავს. ეროსის ამ ასპექტებზე პლატონიც საუბრობს დიალოგ ნადიმში და მას ფილოსოფოსის აუცილებელ თვისებად მიიჩნევს. სიყვარულის მეოთხე დამაგვირგვინებელი ტიპია აღაპე, ამ სიტყვით ბერძნები სრულყოფილ ღვთაებრივ სიყვარულს აღნიშნავენ. აღაპე გულისხმობს აბსოლუტურად ყველას თვითმტრების მსხვერპლიან და თავგანწირულ სიყვარულს. სწორედ ეს ანიჭებს მას სრულყოფილებას და მას წინა სამი ტიპის სიყვარულისგან განასხვავებს. თავად უფალი ასე ლაპარაკობს მასზე. ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს მეგობრისთვის. და კიდევ, გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს, დაილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწვრებთ და გდევნით, რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი. აღაპის ფლობა გახდობას გულისხმობს, რადგან ის ადამიანურ ძალებს აღემატება და მხოლოდ სული წმინდის ძალით მიიღწევა. რომ შევაჯამოთ, მტკიცე სტორგეთი, უანგარო ფილიათი, განწმენდილი ეროსით და ღვთაებრივი აღაპით ადამიანი საფეხურებრივად აღწევს მადლის მიერ გახდომას.